გამარჯობა, მივესალმებით ჩემ გამომწერებს, როგორც იცით, ქოცების და ნაცების პროპაგანდისტული ორგანოები, ეს ტროლები და ესეთი ჯიშის გაუაზრებელი ქმნილებები, უსახელო უგვარო, რაც მთავარია რა, რაც მათი სახის კარგად დამახასიათებელი ნიშანია რა, სახელი გვარი არა აქვს რა. პირველ რიგში ბლოკავენ ჩემ გვერდებს, რომ მთავარია მათ საწინააღმდეგოდ რამე ვინმემ არაფერი არ თქვას, რამე ვინმემ რამე არ გააკეთოს და ძალიან გთხოვთ რა, საპასუხოდ ამისა, სადაც უყურებთ, რომელ პლატფორმაზე შეხედავთ ჩემ ვიდეო ბლოგებს, ყველგან გამოიწეროთ და ისე ხა რა ვიცი, ერთ რჩევას მივცემ ამათ რა, ნაცები ხო დაქცეულები არიან და რა ვიცი პოლიტიკური ფული ლამის ქუჩაში დადგნენ და იმათ ხოვრონ. მეტი ახლა რა ვიცი, რა გაყიდეს ყველაფერი. თუ სადმე ევროპაში ფული ქონდათ გატანილი და უძრავქონებაში ჩადებული, მიისაკუთრეს, ვის სახელზეც იყო გადაფორმებული, კიდია შენი ბიჭა, შენი გრიშა, მაგათ რო დაემართათ ისეთი, რავი, ვის უნდა დაემართოთ ახლა. უბრალოდ ეგ არის, რომ ის გარკვეული გუნდი რაც ინარჩუნებს რაღაცა ეგრეთ წოდებულ ძალაუფლებას, პოლიტიკურ გავლენას უფრო სახელს რა. რო ვივაჭროს ამ ევროპაში ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ქარიზმით, რომ სხვა მეტი არც არაფერი არ დარჩათ, ხოლო იქ ის უშიშროების ვირთხები რო არიან რა, აი ქართული ოცნების, ესენი მოქმედებენ ძირითადად ჩემს წინააღმდეგ. მაგენს რას ვეთქვი, იცი, თავიანთ რუხაძეს მიხედო, აი იმას, ყველაზე გარყვნილი შვილი რო ყავს. და სხვას რომ ქადაგებებს უტარებს თავის ეგრეთ წოდებული ტელევიზიით პროპაგანდისტული იმედით, ვინ როგორი და რანაირი მორალის უნდა იყოს. მაგას მიხედონ, ემაგია მაგათ ისახე, რაც მაგას მოუვიდა და რაც მაგას მოუვა, ხო? და ამ სანქციებიდან გამომდინარე, ის არის შემცირებული მილიარდ კუბში, რაც დაემართება მალე ბიძინა ივანიშვილს და მერე თქვენ აღარ გეცლებათ იმისთვის სხვისი Facebook-ები ბლოკოთ და სხვისი გამოსვლები შეზღუდოთ. მე ყოველ შემთხვევაში გირჩიეთ, თქვენ გეუბნებით, თორე ეს არის ახლა როგორი რაღაცა, იცი? რო არ აქცდებათ ისეთი რაღაცა არის რა. ყოველ შემთხვევაში გეუბნებით ამას. დედოფალს როგორც არ აცდება, ხო? აი ისე არ აცდებათ თქვენ. გადაგით მერე და იტირეთ და იმას ქენით, რა ქვია, deep state საბრალეთ თუ რა ვიცი როგორ გამოთქვამთ ამ უცხოურ სიტყვას, მაინდა-მაინც კარგად არ გამომდის. იმას დააბრალეთ მერე ყველაფერი რა, თქვენი ნაძილობიდან გამომდინარე. რამდენ ფულს იხდით, ბიჭო, ყველაფერი ამაში, აი ვის უხდით, რატო უხდით? ადრე თუ გვიან შედგება ამაზე მონიტორინგი რა, ამ ინტერნეტ ბრძოლებში რამხელა თანხებს ხარჯავთ. გაირკვევა ეს ყველაფერი გაურკვეველი არაფერი არაა. რამდენ პენსიონერს შეინახავს? რასაც თქვენ ახლა ამ ინტერნეტში ხარჯავთ, ხო? ხარჯავთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხო? ორ ბავშვს ასახ შეინახავდა საქართველოში. გაეროს მონაცემებით უკვე 300 ბავშვიდან 800 ბავშვი შიმშილით კვდება მარტო ახალშობილი ქვეყანაში. ყველაფერს მალავთ. ყველა ტყუილს ამბობს მარტო თქვენ ახართ მართალი. და ბიძინა ივანიშვილი თუნდაც ინტერნეტში რო დარჩეს მაგარი და კალაძე რო დარჩეს ფეშენ ბიჭუნა, ამაში ხარჯავთ მილიონებს. სამართალი თუ სადმე არის, მე მჯერა არის, ხო? აი მარტო ეს ასპექტი ახლა რაც თქვი, თქვენ სიკეთეს არ მოგიტანთ. მე თქვენ აფერს არ გეტყვით. როგორი დღეს გექნებოდეთ, ისეთი საღამო დაისრულდებათ. მაგაში დარწმუნებული